საზოგადოებამ ბევრმა დარწმუნებული ვარ არ იცის რომ ერთი პერიოდი მუშაობდით კინოსტუდიაში თარგმნელ კონსულტანტი იყავით დონ კიხოტზე და ისე დიდ ადამიანებთან ჰქონდათ შეხება როგორც იყო კახი ყავსაძე, მამუკა კიკალეიშვილი, რეზო ჩხეიძე მე დღემდე ბედნიერი ვყვები ხოლმე ბატონ რეზოსთან ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი და ჩემს ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული 1 საათი იყო. ხო, სამების ლავრაში ცხოვრობდა მაშინ მეუღლესთან ერთად და იქ ჩავწერე 9 მაისისთვის ჯარისკარის მამას თემაზე. რამე ისტორიები ძალიან ბევრი იქნებოდა და რამე უამრავი. ისტორია იყო უამრავი. ჯერ ერთი სრულიად მართალი ბრძანდებით ღვთაწილად ეს ბედნიერება რომ მართლა დიდებული ხალხი გამისცა. აი დიდებული, აი თქვენ ახსენეთ კახი ყავსაძე იყო ფრუნზიკ მაკარტეჩანი სინჯებზე რომელიც გავიცანი მათ და ეს იყო ესეთი სევდიანი თვალები და ესეთი სევდიანი კაცი მე რა ვიცი აი ეს ცხოვრებაში არ მინახია და თან ფრუნზიკა კი იმიტომ რომ ძალიან ტრაგიკული ასე ვთქვათ ცხოვრება ჰქონდა მაგრამ აი რამდენად დიდი პიროვნება იყო რა თელის სომხეთი ხელის გულზე ატარებს ძალიან უყვარდათ და ღირსეულთან ძალიან მაგარი კაცი იყო ძალიან მაგარი კაცი ეხლა ნუ მსახიობებს თავი რო დავანებოთ ვინგითხრათ ეხლა კურავლევი იყო ესეთი ცნობილი მსახიობი ესეც ძალიან ღირსეული ადამიანი ეხლა იმ პერიოდში ასე ვთქვათ ამ ფილმში ძირითადად ქართველი მსახიობები რადგან მოწვეულები იყვნენ რუსეთიდან მსახიობები, იმიტომ რომ იყო ერთობლივი კოპროდუქცია იყო. გოსტელერადიოს და ქართული ფილმის, პლუს იყვნენ ჩართულები თავის დროზე იქ ესპანეთის ტელევიზია და პატე სინემა იყო ესეთი. უძველეს პირველი კინოსტუდია. ფრანგული იყო თუ არ ვცდები ანტენთვა, არხი და ასე ნუ მე მოკლედ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩაიშალა, მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც ფილმი შედგა და კურიოზი იყო უამრავი. ჯერ ეს ერთი მე ამაზე საუბარს არ დავიწყებ, ეს თვითონ მაყურებელმა ნახოს და ნუ თუ ნაწარმოები წაიკითხეთ, ვიხდებით ფილმის დასაწყისში დონ კიხოტს რა უნდა ეხურა თავზე და მერე დალაგთან შეხვედრის მერე რა უნდა დაეხურა თავზე და ეს კაზუსიც ასე ვთქვათ, მაგრამ ეს სკრიპტგეოლოგ რასაც ქვია, ხო, ეს რეჟისორის ასისტენტია თუ რომელიც აფიქსირებს მაგალითად საათს, ხო, თუ ერთ სცენაში გაქებს 6:30 ამ სცენის გაგრძელება ეს 6:30 არ უნდა დარჩეს, ხო, რაღაც. დრო უნდა იყოს გასული რაღაც შესაბამისი. ანუ დეტალებს რასაც აქცევენ დიდ ყურადღებას, აი ესეთი ლაფსუსი იყო საკმაოდ ბევრი. მე აქ ამ ლაფსუსებზე არ ვისაუბრებ. მე ჩაწერის მერე ერთ-ერთს მოგიყვებით, მაგრამ ნუ ახლა სრულიად ისეთი ალბათ მომტკივნეულო, მაგრამ ნუ ძალიან ისეთი ლაფსუსი იყო. დღეს ზუსტად ერთ-ერთ დილის გადაცემაში რეპორტაჟი იყო ქართველ მხატვრებზე და მათ შორის იყო ნახსენები ფარნაოზ ლაპიაშვილი, ფანტასტიკური კაცი, რომელიც იყო ამ ფილმის კოსტუმების მხატვარი. ძალიან მაგარი კაცი. იმასთანაც კი მომივიდა პატარა ასე ვთქვათ კამათი, მაგრამ ნუ ახლა მამის ტოლა კაცი იყო რაღაც. უნიშნელო რაღაცა ეს იყო დაშნა და ასე ვთქვათ შპაგაზე. აი იმ პერიოდში რა უნდა ყოფილიყო და არაფერი, ყველაფერი კარგად დასრულდა, რაც თავარია. მქონდა საშუალება მაგალითად ერთი პერიოდი იყო სვიტლანა ალილუიევა, სტალინის ქალიშვილი ჩასული და ასე ვთქვათ გამოაგზავნეს აქ კინოს რეზო ჩხეიძესთან, იმიტომ რომ ჯერ ერთი ქართული ფესვებია, ქართული არ იცოდა თვითონ თავის ქალიშვილთან ერთად და ერთ პერიოდი კინოსტუდიაში მუშაობდა რედაქტორად. დიდი ხანი არ გაჩერებულა მაგრამ ნუ რაღაც მომიწია რაღაც ფილმების თარგმნა მისთვის და ნუ ძალიან ხშირად არა, მაგრამ ნუ რაღაც გარკვეული პერიოდულობით
მიწევდა ჯარისკაცის მამის თარგმანი, თუ ბევრი სტუმარი იყო, ფრანგი, რა ვიცი, ესპანელი, იტალიელი, რა ვიცი. ხო და აი ეს სცენა, რა ვიცი, ბოლო. დედაშენს რა ვახლა? ეს არის რაღაც სასწაული. აი ახლაც გამაჟრიალა და რა ვარია ახლა რომ თარგმნით და ახლა და ხმარო აგიკანკალდება და სულ თან აი სულ ყოველთვის აბსოლუტურად, იმიტომ რომ იმდენად ღრმა არის. იმდენად კარგად აქვს სერგო ზაქარიაძის ნათამაშების როლი, რომ რა ვიცი, ჩემთვის ეს არის აი სრული აბსოლუტური შედევრი, აი აბსოლუტური. ახლაც აგიკანკალდა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ არ ვიცი. საოცარი სცენა. მე რეზოს იმ ინტერვიუში თვითონ ბატონმა რეზომ მითხრა ასეთ რამე, რომ გოდერძის სცენის შემსრულებელს მიუხედავად იმისა, რომ ერთ კადრში ჩანს ფაქტობრივად ძალიან დიდხანს ვეძებდი, იმიტომ რომ მინდოდა ძალიან ლამაზი ადამიანი ყოფილიყო. კი. გეთანხმები. და მართლაც ესე იყო კი, და საოცარი. რა თვალები და როგორი ულვაშები ესეთი, ძალიან მაგარი ულვაშები. შავი